დღეს ჩვენ ვიღებთ ვიდეოს. რა ვიდეოს რეკავლებჩანით რაღაცა? ანუ სანამ დაიწყებთ, სად მივდივართ რას ჩემი ლუკი ჩემი. დღეს აუთფიტ ჩეკი გვაქვს ანინებოსთან ერთად. მეგობრებო, ჩვენ დავბრუნდით, მაგრამ დავბრუნდით ამჟამად საქართველოს ტურით, კვლავ და კვლავ. და ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით. დიახ. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით არგვეთაში, სმარტში. მივირთმევთ ყავას და გავეშურებით შემოდგომის ულამაზესი რაჭისკენ. ეხლა ღილაკს დავაჭერთ და გავიჩნდებით შაორის ტბაზე. რა ვთქვა ეხლა? გადმოვინაცვლეთ შაორის ტბაზე, სადაც არის ძალიან ლამაზი ხედი და ტბა უბრალოდ ძალიან კარგად ირეკლავს ამ ტყეებს, მაგრამ დავაგვიანეთ სადღაც 2 კვირით, იმიტომ რომ აქაურობა უფრო ყვითელი და სტაფილოსფერი იყო და ძალიან უხდებოდა მწვანე ნაძვები. ზასი არ მომადალია სიმიკვა წყალთა დენამა მე მომკლაბოლო მომიმოშენი თვალების კერამა ვერ დაგიცამენ ყოველთვის შენი ლამაზი თვალები სახლში მოგიმტრევ შემოვალ და ჩვენ შევუდეგით 9 ჯვარის გზას. მოპოტნი გადაუხვიან სამწუხაროდ მეგობრებო. ყველა კუთხეში ხდება ერთი ასეთი ხე. და ძალიან საშინელება. იმიტომ რომ მონაგვიანეთ გარემოს, მაგრამ როგორც ხედავთ, ვიღაცებს არც არ დარბის ამასთან დაკავშირებული პრობლემა. თეთი გააწურინე. რთული გზა არ არის, მაგრამ არის ძალიან დიდი აღმართები. და ეგ ძალიან გულის საბოლოო. ანუ მე გულისხმობ, რომ ახალი კიბები გავაკეთე. ესეც ხვამლის ხის, ვაიმე და ხვამლის მთის ხედი. წილო. ორიოდე სიტყვა. მინდა რომ ხედს გადავხედე და ვიმდგები. ძალიან რთული იყო. ძალიან დავიღალე. ისე რომ ვეღარ ვდგები ფეხზე, მაგრამ ღირს აუცილებლად უნდა მოხვიდეთ. ყოველ მიზეზ გარეშე. უბრალოდ კომფორტული ფეხსაცმელი უნდა გეცვათ რა. და თბილად არ ჩაიცვათ თუ მაინც და მაინც ამთარი არ არის. ვაიმე, კარგი ფოტოგრაფებისაც იშლება ულამაზესი ხედი, აქეთ ხვამლის მთა და აქეთ თლიანი ტყიბული ბუნება და ასე შემდეგ. ძალიან ლამაზი ფერებია შემოდგომაზე. მადექი მანწყაროთ. ცა ბავშვი არის ხარშადა. ჩამოვედით 9 ჯვარიდან და გვეშლება ხედი ტყიბულზე. აქეთ ტყიბულის წყალსაცავი და ესეთი ლამაზი კლდოვანი მთა არის. დავიძარით შაორის მიმართულებით. ძალიან გოგოებთან შეგვიძლია შევაშინოთ ხამის სასაფლავები არის იქ.
მოვედით დასაჩექინებლად ულამაზეს ადგილას, რომელსაც ქვია შალტ პანორამა ნიკორწმინდა და ძალიან ლამაზი ხედი აქვს. ანუ მთელი ნიკორწმინდა ჩანს მართლა. ხედიც ძალიან ლამაზი აქვს და თვითონ სახლიც ძალიან საყვარელია თავის ეზოთივე. წილო გაგვიზიარა ემოციები? საოცრად ლამაზია. ხედები ხო ულამაზესია და სახლი არის უცბილესი, უყვარლესი და ულამაზესი. მეც ძალიან. წამყევი ხა გაჩვენებ ჩემს ფავორიტ ადგილს. წავედით. Taram! ვაუ, რა კაი სამზარეულოა თანაც. საოცარი. ესეთი პანორამული ხედები გვაქვს. აქ გვაქვს ულამაზესი ხედი და ულამაზესი წამოსაწოლი ადგილი. საიდანაც მე არ ავდგები დიდი ალბათობით. ჩვენ გვაქვს შემდეგი ულამაზესი ოთახი, სადაც შეგიძლია მოისვენო და დატკბე არაჩვეულებრივი ხედებით. და ეს ოთახი არის საბაზანო. სახლში გვაქვს 3 საძინებელი და ეხლა გაჩვენებთ ყველას. ყველა არის ძალიან დიდი და ძალიან ლამაზად მოწყობილი და ეხლა მე დავტესტავ 10-დან 8, შემდეგსაც დავტესტავ, იქნება უფრო ლამაზად დავტესტავ. მეორე საძინებელი გვაქვს შედარებით, აი, გიჟდები ხის სუნია საოცარი ოთახში და ძალიან თბილი აურა. ნამდვილად. წავედით, ახლა გაჩვენებთ მესამე ოთახს. ანუ ულამაზესია მართლა ყველაფერი, აქ შეგიძლიათ რომ ესე მედიდურად წამოჯდეთ და ვიცით, რაჭაში რა ჩამოვალთ, ყოველთვის სად დავრჩეთ აუცილებლად იდეალური გარემო, იდეალური ხედები, სისუფთავე, კომფორტი. დღეს მე მოგიმზადებთ შამფურის მწვადს. მწვადი ვიშოვოთ მთავარი, სამწვადე ვიშოვოთ მთავარია და დანარჩენს მე მივხედავ რა. ყავა გვაქვს საყიდელი? ყავა. კიდე? სნექები გვაქვს. რაც არ გვიჭირს, ეს არის სნექები. მიცვალებულები გვყავს კიდე სამეზობლოში. შეგვაწუხებენ ამაღამ თუ დალიეს პარასკი შაბათი დღეა. არა, დღეს მაღაზიაზე უნდა ვითამაშოთ უეჭველი. ვითამაშოთ იქ გადასვლაზე და გადმოსვლაზე. აუ მოდი ძალიან უნდა გაკეთო. ვარა. მაშინ მე მაგარი. აუ ძალიან კარგი სახლია. აი მე მაგარი. ერთს გავქანავდები და დაგსვამ. აესთეტიკა. ჩემი შენთან ინტეგრირება. უნდა გითხრა იცი რა? გაეტრი. ჩვენ ეს დუეტი ჩავწერეთ დაახლოებით 20 წლის წინ მე და ლექსუსამ. თუ ვერ ბედა თავიან ბორციანზე დაჩენა დილამდე მაშობ შენი გზები და შენი თვამაყობ იქნებ მოხვიდე ჩემთან და მიღიმე და ერთხელ ვიმერო
თუ ვერ ვერავ თავი ამბობს მიანდენი მითხარი რომ სურჩენა არჩენა დილამდე სათვალები მოდა იმხერი სამაშო დაშენი თმანახო my god შემი ლექსები ჯანამსქენი უზო მაგადერია თავია დაშენა დილამდე ვეგანი გავასწარი თუ ქალი ხარ აი თუ ჩაიგდებენ ხმას უბრალოდ ველოდები ამოვედით მრავალ ზალში სადაც არის ძალიან ლამაზი მზის ჩასვლა და ამას შეხედეთ ანუ ამას შეხედეთ რა სილამაზეა ხალხო სარვაღან და ამ ლამაზ ფონზე მეგობრებო მოწყობილია ხელის მოწირის ცერემონიალისთვის განკუთვნილი ადგილი და დამეთანხმებით რომ ამ სილამაზის ფონზე ნამდვილად საოცარი იქნება ხელის მოწერა. ძალიან ლამაზი. და მეგობრებო, ამ სასიამოვნო დღის შემდგომ დავუბრუნდით კიდევ უფრო სასიამოვნო სახლში. ძალიან ლამაზია მართლა. და ესეც ჩვენი ლამაზი ხედი ნიკორ წმინდაზე. პატარა ქალაქია ძალიან, მაგრამ მაინც საყვარელია. ძალიან მიყვარს სოფელში რო ხარ ხოლმე და სიჩუმე როა და შორიდან რო ისმის ძაღლის ყიფის ხმა და აი ეგეთი რაღაცები. ძალიან მყუდროს და სასიამოვნოს ხდის ჩემს თვალში თუ ყურში ყველაფერს. ძალიან ლამაზი სახლია ღმერთო. მოგესალმებით, ჩვენი მეორე დღეც დაიწყო ულამაზეს რაჭაში, ულამაზესი მთების ფონზე. აქედე ჩვენი ულამაზესი სახლი და ულამაზესი ატრაქციონები. და წილო არის ის პირველი ექსტრემალი, ვინც დილიდანვე გამოვარდა. ძალიან მეშინია. და აქ რაღაც ტრიუკებსად არის. შეგისრულებთ ჩემს ვოკალურ და სასიკვდილო ნომერს. მიმაქროლებს ოცნებებში სურვილიდან სურვილამდე კორონა მიმაქროლებს ოცნებებში სურვილიდან სურვილამდე კორონა ყველა მინდა რომ ჩამოხვიდეთ ნიკორ წმინდაში. უკლებლო ყველა ვინც ნახავს ჩვენს ვლოგს. და მე გადაიღოთ ბევრი სტორები და ჩაგვიგდოთ. მოგნიშნეთ ბლოგერები, რომ ვნახოთ თქვენი გამოცდილების შესახებ. 25 იქნება ჩვენი პრომო კოდი და გექნება 7%-იანი. ფასდაკლება. მართალია. ნამდვილია, ანუ არ ვიტყოვებით ეს 7% შევთანხმდით უბრალოდ 7%-იანი ფასდაკლება გექნებათ ნიკო. ჭართულია? და რას 1-2. მოგესალმებით მეგობრებო. არ ვხედავთ ჩემი ხმა. დღეს ვართ რაჭაში. გიფიცებ პროდამე კარგა. დღეს ვართ რაჭაში. ეხლა ავიბარგებით და ავალთ გონაზე. სადაც ძალიან ლამაზი ხედები და გუხდება, ანუ მომენტებში მომდის ხმა თუ ამღა.
ჩემ ხმას რაც შეეხება, ცოტა ვიმღერე. ცოტა იქ სიცივე შემივარდა პირში. 9 ჯვარზე მაგარი. აი ფილტვები რომ მივარდა იმ კიბეებზე ასული და პირთ რომ ზუნდქავდი სავარაუდოდ ძალიან შემცივდა და იოგები გამეყინა. დღეს დილით ჩოლებრივად ავდექი, გამოვედი წილოს ეღვიძა და მეთქი წილო როგორ ახარ და უცებ ხმა ჩავიწყდა და ანუ ეს ვინ არის რა ხდება მოკლედ ძალიან ნასიამოვნები მივდივართ აქედან მიუხედავად იმისა რომ ხმა დავტოვე კიდევ ბევრგან უნდა წავიდეთ ესე წყვილურად და წილო აუცილებლად დავიფიქსე კანდიდატები ანუ თუ შეიძლება რომ შემოგთავაზოთ პარტერი წილოს ის ვინმე ბიჭი რომელსაც წავიყვანთ ტრიპებში მაგრამ მე ნახე რა პონტია ანუ სასტუმროები ძირთადად არის 7 კაცი 6 კაცი და დივანზე წოლა მე იბიჭდა ტეხავს რა ვიყარ ვეთქვი ახალი სიცია მე მომიწევს იქ დაწოლა და ირა არმას კაი მომწოხარ კაგრძელ მოკლედ მეგობრებო ძალიან დიდი სიყვარული ძალიან ბევრი ემოციით და ძალიან ბევრი სამახსოვრო კარგი მომენტებით მივდივართ აქედან კარგი მიუხედავად იმისა რომ ხმა ახარ კაცით გეხვევით ძალიან მიყვარხართ სემენდე სხუისთავ მე თოლია ვიქნები აქეთ ეს არის სიმინდების ბიზნესის მხოლოდ შენზე ვდარდობ რამე მართება მეგობრებო ჩვენ მოვედით საყინულესთან, საყინულის გამოქვაბული და აი აქამდე მოდის სამანქანო გზა, შემდეგ კი ვაგრძელებთ ფეხით და გაფრთხილება არის რომ შეიძლება შეგვხვდეს გარეული ცხოველები. ჩავდივართ მეგობრებო საყინულეში. და ნელ-ნელა ტემპერატურაც იკლებს. მოდიან ჩვენი გარეული ცხოველები. ინულის გამქვაბული გაგა პირველად. გაგა გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები. ძალიან მაგარი. მოგეწონათ? კი. როგორი დახონძლული იყო სიტყვებით ეს კომენტარი. ძალიან სიცივია. მე და ჩემი გარეული ცხოველები. აუ რა ლამაზი ადგილია. რა? მე რა ვიცი ოპერატორი. მე ვარ კამერამენი და კამერამენ never dies. მე ხმარო. კეთი სეშინია რამე არ გამოვიძახოთ. აქ თუ ფეხი ამისთან ჩათვალე განძრეული მაქვს მეგობრებო. ამით სურდება ფეხი. მოდი ცადოთ. ვაიმე ნელა ჩიჩი. ვერ მოეჭიდება. ვაიმე. ეს ცოტა ნახევარი ვაიმე გადმოვა. ჩახტა. ამ ულამაზესი ხედების ფონზე მეგობრებო მივემართებით გონასკენ.
ჩვენი შვიდო გამომწერო ამოვედით გონაში, სადაც არის ხედი. ამის იქეთ გადასვლა არ შეიძლება, იმიტომ რომ რამდენიმე კილომეტრში არის რუსეთის საზღვარი და მაინც საფრთხის შემცველია. ამიტომ გზაზე გხვდებიან ჯარისკაცები, გავცხილებენ, გეუბნებიან და თუ არ გაითვალისწინებთ, უაი თქვენ ტყავის ბრალი მერე. და ამას შეხედეთ. რა სილამაზეა. ანუ ამას შეხედეთ. სრული საოცრება. ძალიან ლამაზია. თან კეთი პირველად არის აქ. და რა შთაბეჭდილება გაქვთ? სიყვარული. არ შემიძლია. ულამაზესია, თან გესმის მდინარის ჩუხჩუხი, მე ამ ბოლო რამოდენიმე თვეა გამიტაცა მდინარეებმა და გავხდი მდინაროლოგი და ძალიან კაი შერწყმა არის ბუნების, აი ამ ხმის, ყველაფრის ერთად და როცა მით უმეტეს ჩემს საყვარელ მეგობრებთან ერთად ვარ. ანუ ამას შეხედეთ ხალხო სახლი რა ლამაზ ადგილასაა. მართლა საოცნებო ადგილასაა. ესეთი სახლი რო გაქვს. უკან ეს ხედი რო გაქვს. თან ეს თივის ზვინით ძალიან ხდება და მესამედ ვარ გორაში და სამივეჯერ ესე აქვს ეს თივა. ერთგვარი დეკორაციის ნაწილია. საოცარი კადრია. გადმოვინაცვლეთ ღებში, სადაც არის შემორჩენილი დროიანი სახლები, თურმე და ერთ-ერთი არის აი ეს. და მეგობრებო, ამ ლამაზი ხედის ფონზე დასრულდა ჩვენი ორდღიანი რაჭაში მოგზაურობა. სიყვარულის ცეცხლი გვენთო, რა ყოფილა სიჯაბუკე, ჩემო კარგო ხვდები უკვე, ეს ლებია სიყვარულისა.